ვაგრძელებთ ქვიზების სერიას ხელოვნების შესახებ. კითხვა პირველი. ჯექსონ პოლოკმა უარი თქვა ტრადიციულ ფუნჯებზე და საღებავებს პირდაპირ ტილოზე ასხამდა ან აწვეთებდა. რა ჰქვია ამ კონკრეტულ, მის სავიზიტო ბარათად ქცეულ ხატვის ტექნიკას? სწორი პასუხია დრიპინგი. კითხვა მეორე. პაბლო პიკასოს ავინიონელი გოგონები კუბიზმის საწყის წერტილად ითვლება. დასავლური ხელოვნების გარდა, რომელი კონტინენტის ტრადიციულმა ნიღბებმა და სკულპტურამ მოახდინა უდიდესი გავლენა ამ ნახატის გეომეტრიულ და აგრესიულ ფორმებზე? სწორი პასუხია აფრიკულმა ხელოვნებამ. კითხვა მესამე. დიეგო ველასკესის ბაროკოს ხანის შედევრში მენინები ჩვენ ვხედავთ პატარა პრინცესა მარგარიტას და თავად მხატვარს, რომელიც დიდ ტილოსთან დგას. სად უნდა გავიხედოთ ნახატში, რომ დავინახოთ ის ადამიანები, ვის პორტრეტსაც ველასკესი რეალურად ხატავს ამ სცენაში? სწორი პასუხია უკან დაკიდებულ სარკეში. კითხვა მეოთხე. ნიდერლანდელი მხატვრის იერონიმუს ბოსხის ყველაზე ცნობილი ტრიპტიქია მიწიერ სიამოვნებათა ბაღი. რა არის გამოსახული ამ ნახატის გარე, ხის კარებზე, როდესაც ტრიპტიქი სრულიად დახურულია? სწორი პასუხია სამყაროს შექმნის მესამე დღე. კითხვა მეხუთე. ვინ არის მე-19 საუკუნის ის ფრანგი რეალისტი მხატვარი, რომელმაც სკანდალური ნახატებით დაკრძალვა ორნანში და სამყაროს დასაბამი, უარყო აკადემიური იდეალიზმი და განაცხადა: მე არ შემიძლია დავხატო ანგელოზი, რადგან ის თვალით არასდროს მინახავს? სწორი პასუხი დაწერე კომენტარებში. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის კი გამოიწერე არხი და დაალაიქე ეს ვიდეო.